სახელთა მამისათა, დადისა, სულთა, წმინდისათა. თქვენ ვინც მუდმივად დადის ეკლესიაში და ეგრეც ცხოვრობს იცით რომ თქვენი აღდგომის შემდეგ ყველა კვირას თავისი სახელწოდება აქვს, თავისი მნიშვნელობა. დღეს არის კვირა სამარგელისა, სამარიტელისა. და მოისმენთ თქვენ სახარება იანე ღვთისმეტყველისგან. სადაც აღწერილია შეთხა და უფალი იერუსალიმიდან მიემართებოდა გალილეისკენ, ნაზარეთისკენ. და გზად გაჩერდნენ სამარიაში იქ წყაროსთან, იჭასთან, რომელიც თავის ძოზე გათხარა და მომზადდა იაკობმა. იოსების შვილმა და აი წყაროსთან უფალი დარჩა და მოწაფე გაგზავნა საზრდო საშოვნელად სოფელში და სოფლიდან მოვიდა ერთი მანდილოსანი ქალი. თქვენ კარგად იცით ეს დიალოგი, მე აღარ შევჩერდი მას, მაგრამ და თქვენი ყურადღება გამახვილა სხვა კუთხით ამ ადგილზე სახარებიდან. როდესაც მოწაფეები მოbrunდნენ, დაინახეს უცნაური რამ, მაცხოვრი ესაუბრება სამარიო დედაკაცს. რატო იყო უცნაური? ებრაელები და სამარიო ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ჟულის კანონით ებრაელი უცხო სოფელში შევიდოდა სადმე ქალაქში, თუ რამის გაგება უნდა დაჭირდებოდა, იმ სოფლის მამაკაცს დაეკითხა. და არა დედაკაცისთვის. და ხედავს, რომ მაცხოვარი სამარიო დედაკაცს საუბრა, თან დედაკაცს საუბრა, არსებობნება რომ მამაკაცს დაუდახე რაღაცა და ის დედაკაცი წავიდა სოფელში. და მოწაფემა კი ვერ გაუგდეს ეკითხა რატო ელაპარაკე საუბრებოდა დედაკაცსა და საზრდოზე ხარ კითხა რამეო და კითხა ჩვენ მოვიტანეთ საზრდო სოფლითანო. უფალმა უპასუხა რომ მე მაქვს საზრდო. ეხლა გავუკვირდათ. საიდან ვინმე ვარ მოუტანია უკვე ხო ჩვენზე ადრეო. მიხდა უფალი რომ ისინი მიწიერ საზრდოზე საუბრობენ და საუბარი სამარიო დედაკაცთან იყო სულიერ საკითხებზე. რომ ამ დედაკაცმა ამ საუბარში ნელ-ნელა ჯერ ირწმუნა რომ მის წინაშე წესამეტყველია და მე შეკითხა მესიაზე რას მეტყვიო, როდის მოვაო. და უფალმა უთხრა ეს მე ვარ. და დედაკაცმა მიიღო ეს სიტყვა უცფელად და წავიდა. რომ ეხარებინა სოფლისათვის, მაგრამ როგორ და რანაირად კიდე თალკე საუბარი აქვს, ალბათ თითოეული მუხლი თალკე გასახილველია, მე ახლა დიდხანს არ გაყავს, მაგრამ უფალმა მოწაფეთა ჩემი საზრდო არის აღვაშურნება მომავლის ჩემსა მამისაო, ით მომავლინა. აი ეს არის საზრდო, აღვაშურნება მამისა ჩემისა. თუ მაცხოვარი ამას ამბობს, ჩვენთვის ამბობს, რომ ჩვენთვისაც ჭეშმარიტი საზრდო არის, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ზეცათა მამა. მაცხოვარი, სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამება, ყოველდღიურად გვაძლევს საზრდოს. რომელია საზრდო? რომელსაც ლოცვაში უფალმა გითხრა, პური ჩვენ არსობის მომენტ ჩვენ დღეს. თუ კი მოციქულის უთხრა მაცხოვარმა რომ მე მაქვს საზრდო და ეს არის აღვაშურება მამისა ჩემისა, მაშინ ჩვენთვისაც ეს სიტყვა არის აღვაშურება მამისა ჩემისა. ეს საზრდო, მიწიერ საზრდო არის, მაგრამ მიწიერ საზრდო წარმავალი არის. დღეში ზოგი ერთხელ ჭამს, ზოგი ორჯერ ჭამს, ზოგი სამჯერ ჭამს, ზოგი დღეგამოშვებით ასკეტები კიდე სამ დღეში ერთხელ და ეთო აქ არც რაოდენობაზე არ არის საუბარი. ყოველ დღე უფალი ჩვენ გვაქვს საზრდოს, რომ საზრდოს, რომ
ყველა მოვლენაში ჩვენ გარშემო მოხდება ჩვენთან მიმართებაში დავინახო მასში უფლის განგებით ჩვენთვის მოცემული საზრდო რომ აღვაშო ნება მამისა ჩემისა გაჭირებული შეხვდა თუ ავატყოფს ამბავი გავიგე თუ ვიღაცა გარდაიცვალა და ვიღაცა კიდე ან პირიქით გახარებულია რაღაცით და ჩვენი დამოკიდებულება მთელ გარემოს მიმართ, ყველა ადამიანის მიმართ, დღისათვის ვიზეთ ხდებით. შემთხვევით ვამბობთ, შევხდი. ზოგს შემთხვევით არა დაგირეკა თუ შენ დაურეკე თუ დაგჭირდა თუ იმას დაჭირდა. ის ახლობელია თუ შორებელია თუ საერთოდ უცნობი. ყველასთან მიმართებაში მართლა ჩვენ რო ვიყოთ ქრისტიანები. ნიშნავს რომ გესმოდეს ის მე შეთვის მოცემული საზრდო იმ დღის საზრდო და ეს საზრდო მიიღო აღვაშლო ნება მამისა რა მითხრა მეუფალმა მოვითმინო ვაპატიო შევიწყალო შევეწიო გულისხმიერი ვიყო მის მიმართ აი როგორ მოვიქცე ანუ მუდმივი სიფხიზლე ჩვენი გონებისა და სულისა და გულისა. ყველაფერ რთული ეს არის. რომ ჩვენი ფიქრები გვაქვს, ჩვენი დარდები გვაქვს, ჩვენი გეგმები გვაქვს და უცებ ჩვენი გეგმები საწინააღმდეგო რათა მოხდა და მე მომეთხოვება რათა ყურადღება გამოვიჩინა მის მიმართ. არ რაღაცა ვიმოქმედო. აი როგორ მოქმედებ ჩვენ? და ყოველდღიურად ჩვენ ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ არის ჟამი დღის ბოლოს რომელიც მეფე დავით მეფსალმუნი ამბობს რომ რაცო შესწოდეო დღეში საერთოდ შენ და შეინანეო შეიძლება დღისით მე უცებ ვერ მივხვდი მაგრამ დღის ბოლოს დაფიქრდი რომ გაიარა ეს დღე და მაშინ შენ ისწავლი იმ საზრდოს მიღებას რომელსაც мама ზესათა გვაძლევს ჩვენ ყოველ დღე ძუნავს. აი ეს საზრდო გაგვახსენეთ ჩვენ დღეს ეკლესიამ სამარი დედაკაცის გავსად რომ როდესაც მოვიდა დაინახა იუდეველის ის როდესაც არ უნდა ელაპარაკებოდეს მაგრამ თვითონ დაელაპარაკა და მან თქვა რომ თქვენ ხო ჩვენ არ გველაპარაკებითო რატო იქ ისტორიული ამბავი იყო ის გამოც ჩამოვიდა და შენთან მე დედაკაც წყალს ამთხო? აი წარმოიდგინე და მისით გაუგებარია ეს. ალბათ ისე ცხელა დაისიცხა და ვერ ხდება და გულის ხმიერება გამოიჩინა. შენ ხო მე ხარ ისეთ რაღაც აკეთებ რა ის გამ შეიძლება შეიძლება დაგსაჯო შენიანებმა. და აი უცნაურია ხო? და უფალიობნე როიცად ვიგელაპარაკებ შემოთხოვდი წყალსო. ეს შენ წლის ამოსაღების ჭუტელი არ აგაქო რას ხო შენ მეუბნები რომ შენ მომცემ წყალს თან ცოცხალწას აი საიდან შემოდის წყალი ჭაში იქიდან სიღრმიდან ხო საოცარი რაღაცა და მაგრამ აი გულისხმიერება ამ დედაკაცისა სწორედ არის ჩვენთვის მაგალითი რომ კი უცნაური რაღაცა ხდება მაგრამ მოდი განაჩენს ნუ გამოიტან ახლავე. დასვირად კითხვა. რა ხდება, როგორ არის რაშია საქმე, ვინ ახარ, რა გინდა? ანუ შეიცანი ეს პური ვარ გამოგიზანა უფალმა არსობისა. იგივე შენთვის ხდება ეს და რამდენი მაგალითი გვაქვს ჩვენ გახსოვთ დავით მეფე როდესაც მისმა შვილმა აბესალომმა მიიტაცა მეფობა იერუსალიმში შემოვიდა თავისი მხედრებით და დავითი განერიდა მას და გზაზე დახვდა ერთი შორეული ნათესავი ყოფილი მეფის საულის სემეი და განაწყენებული იყო დავითი მან ნათლ ჩათვალა რომ დავითი მიზეზის გამო დაიღუპა საული და მისი შვილები და გამწარებული არის რომ ეხლა როცა ნათესავად მეფე ყავს სხვა გზნობა და როცა ის მეფე აღარ არის შევინახარ და დაუწყო ლანძღვა დავითს. დავითი გაჩერდა და
თან მხედრები ყავს, ხედართავარ მოთხა, მიბრძანე და თავს წავაჭრია, როგორ ბედავსო მეფესთან ლაპარაკსა. არ იმისთვის შენ უკვე მეფე აღარ ახარ, მეფე აბესალომია. და ეხლა ჯავს იყრის, შულს იძიებს. მაგრამ დავითმა ეს კი არ დაინახა. კი, შულს იძიებს, კი, მაგრამ ის ხო შემთხვევით არ მოხდა რა. გააჩერეს ადალი. აცადეო. იგებ უფალმა გამოაგზავნა რომ ლანძღოს მე. იგებ მე რომ მისი ლანძღო დავითმინო, უფალი შემეწიოს მე და მიხრა ჩემი შვილის აბესალომის ხელისგანო. აი, ხედავთ ეს ხედვა სულიერი როგორი არის. იმ ხედვარმა თქვა, რას ბედავს როგორ? კი, არ იციან სწორად, მაგრამ შემთხვევით ხდება, იგებ უფალმა გამოაგზავნა ლანძღოს, მე გამომცადოს თამდაბლობაში, მოთმინებაში, მიტოების უნარში. თუ მე ამ სათნოებები გამოვავლინე ამ ურთიერთობაში, უფალი მე შემეწევა მე და მიხრა ჩემი შვილის ხელისგანო. აი ესეთი ხედვა გვაქვს თუ არა ყოველ დღე. მე არა მაქვს ხოლმე. და ალბათ ვიღაცა შეგულით ვატკინება წენ და შენდობას თხოვთ ასაკვირველი. მაგრამ ამისკენ ტოლვა, ცდელობა აუცილებელი არის. ეს არის საფეხურის სულიერ ზრდის. ამას გვასწავლის ჩვენ დღეს ეკლესია, ესაა დედაკაცის ხსენებით და დიალოგითაც გაიმართა და უფლის სიტყვებით ამასთან მიმართებაში. ასე რომ ქრისტეში გავიზარდოთ ყველანი, ჩვენთან არის ღმერთი.